დღეს ავსტრიული კულინარიული ტრადიციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დესერტს ვაშლის შტრუდელს მოვამზადებ. თუმცა სანამ რეცეპტზე გადავალ, მოკლედ მოგიყვები რა გზა გაიარა ამ დესერტმა და როგორ იქცა ავსტრიის კულინარიულ სიმბოლოდ. სახელწოდება შტრუდელი გერმანული სიტყვიდან მოდის და პირდაპირ მნიშვნელობით მორევს, ტრიალს ან ხველურ ფორმას უკავშირდება, რაც ამ დესერტის ვიზუალს ზუსტად ასახავს. მის უშუალო წინაპრად ყველაზე ხშირად სახელდება ბაკლავა და მასთან ახლოს მდგომი ხელმძღვანელი მრავალფენიანი აღმოსავლური ნამცხრები. შტრუდელის ისტორიულ კვალს მე-16 საუკუნის უნგრეთში მივყავართ, სადაც ცომის გაწელვის ტექნიკა ოსმალური ექსპანსიის შედეგად გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბაკლავა და შტრუდელი ერთი და იგივეა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თხლად გაწელილი ცომის ხელოვნება დახვეული დესერტის კონცეფცია ცენტრალურ ევროპაში სწორედ ოსმალური გავლენით დამკვიდრდა. მოკლედ, შტრუდელის ავსტრიაში მოხვედრის ყველაზე სარწმუნო ისტორიულად დადასტურებული მარშრუტი ასეთია: ოსმალური სამყაროდან უნგრეთში და უნგრეთიდან ჰაბსბურგულ სივრცეში, განსაკუთრებით კი ვენაში. შტრუდელის ერთ-ერთი უძველესი წერილობითი კვალი 1696 წლის ხელნაწერში გვხვდება, რომელიც დღეს ვენის მერიის ბიბლიოთეკაში ინახება, თუმცა იმ ჩანაწერში ჯერ კიდევ არ არის აღწერილი ვაშლის შტრუდელი ისეთი ფორმით, რომელსაც დღეს ვიცნობ. იმ დროის ჩანაწერებში უფრო რძენაღები შტრუდელი და თალგამი შტრუდელია მოხსენიებული. ვაშლის კლასიკური ვერსია კი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მის პოპულარიზაციას ხშირად უკავშირებენ მარია ტერეზიას. მისი მმართველობის ეპოქაში მე-18 საუკუნეში ვაშლის შტრუდელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰაბსბურგთა კარზე. მარია ტერეზიას მიაწერენ ასევე ცნობილ გამოთქმას, თითქოს და ის ამბობდა, იდეალური შტრუდელის ცომი ისეთი ნაზი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ მის მიღება სასიყვარულო წერილის წაკითხვა შეიძლებოდეს. თუმცა ეს მხოლოდ რომანტიზებული ლეგენდა, რომლის დამადასტურებელი საბუთი რა თქმა უნდა არ არსებობს. ერთ-ერთი ადრეული წერილობითი ჩანაწერი ასევე გვხვდება ანადორნის კულინარიულ წიგნში, რომელიც 1827 წლით თარიღდება. თავისთავად კულინარიული წიგნი აკადემიურ ისტორიულ კვლევად ვერ ჩაითვლება, თუმცა მიუხედავად ამისა, ავსტრიის ტრადიციული საკვების ოფიციალური რეესტრიც კი ანადორნის წიგნს ისტორიულ წყაროდ იყენებს. აქ გარკვეული შეუსაბამობა ჩანს. ზოგიერთი მკვლევარი ვაშლის შტრუდელს უფრო ადრეულ მე-17 საუკუნის პერიოდს უკავშირებს. წყაროებში კი მისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფორმა მე-19 საუკუნეში ჩანს. მოკლედ, აქ მე კი არა, თავად შეფიც ვერ გაერკვა ბოლომდე დანამდვილებით ზუსტ თარიღებში, მაგრამ რაც ვიცით, არის ის, რომ დესერტი არის საუკუნოვანი, ძალიან გემრიელი და პოპულარული მთელს მსოფლიოში. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ მე და შეფმა დავიწყოთ მისი მომზადება. სასიყვარულო წერილის წაკითხვას ცომის მიღმა ვერ შეგვირდები, მაგრამ ჩემს სტილოზე გამოსახულ ლიმონებს ნამდვილად მკაფიოდ დავინახავთ. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში ვამზადებ ცომს. დამჭირდება ფქვილი, აუცილებლად ძლიერი ფქვილი არის რეკომენდირებული. წიკვი, მარილი, თბილი წყალი და ცოტა ზეთი. ყველაფერი ერთიანად შევურია და მოვზილეთ ცომი მიქსერის ცომსაზელი კაუჭით 7-8 წუთი სჭირდება, ხელით კი დაახლოებით 10-15 წუთი. შემდეგ ცომი მოვაგუნდავე, ზედაპირზე გადავუსვი ზეთი და დავტოვე, რომ დაისვენოს 1 საათი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცომი მოდუნდეს და გახდეს მაქსიმალურად დამყოლი. სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადე საფანელი. ტაფაზე მოვადნე კარაქი, დავამატე საფანელი და მსუბუქად მოვხალე. შემდეგ თხლად დაჭრილ ვაშლს დავამატე დარიჩინი, ლიმონის წვენი და ქიშმიში. კლასიკური რეცეპტი ქიშმიშს წინასწარ რომში ათრობენ. შემდეგ დავამატე შაქარი და კარგად ავურიე. ცომაც დაისვენა და ზუსტად ახლა იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი. ამ ცომის გაწელვა უმჯობესია ქსოვილზე, რადგან ეს მინიმუმამდე ამცირებს მყარ ზედაპირზე მიწებებისა და გახევის რისკს. ამავე დროს ქსოვილი ამარტივებს ფრთხილად გადახვევას, ისე რომ ცომის ულტრათხელი სტრუქტურა არ დაზიანდეს. ცომის გაწელვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, როგორც ვიდეოში ვცდილობ გაჩვენო, ფრთხილი მოძრაობით ცომი უნდა გაიწელოს ჯერ შუიდან და შემდეგ ნელ-ნელა ყველა მხრიდან კიდეებს მიუყვები. ეს არის ეტაპი, რომლის სრულად სიტყვიერად გადმოცემა რთულია, რადგან მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის ხელის შეგრძნებებზე და ცომის ელასტიურობაზე. თუ ცომი სწორად არის მომზადებული და კარგად არის დასვენებული, იგი იმდენად ელასტიური და დამყოლი ხდება, რომ ხელის მოძრაობას ბუნებრივად მიყვება, ასე რომ ეს პროცესი პრაქტიკაში გაცილებით მარტივია, ვიდრე შეიძლება გვერდიდან ჩანდეს. ცომი კარგად გავიყვანე, უკვე მკაფიოდ ჩანს ქსოვილის ნახატი. შემდეგ გადავუსვი გადამდნარი და გაგრილებული კარაქი მთელს ზედაპირზე. მოვაყარე წინასწარ მომზადებული საფანელი და ცომის ზედაპირის დაახლოებით 1/4 ნაწილზე მოვათავსე ვაშლი და ქიშმიში. მოვაჭერი უსწორმასწორო და სქელი კიდეები ყველა მხრიდან, ეს აუცილებელია. შემდეგ კი შემოვუკეთე გვერდები და ტილოს დახმარებით გადავახვიე. იდეალურია ხვეულა 60 ბრუნს თუ გააკეთებს. ყოველი გადაბრუნებისას მშრალ ზედაპირს გადავუსვი კარაქი, შემდეგ კი გადავიტანე საცხობ ლანგარზე და შევდგი გამოსაცხობად გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე ზედა ქვედა წვაზე. პირველ
პირველი 20 წუთი რომ გავიდა, კვლავ გადავუსვი კარაქის ზედაპირზე და შევაბრუნე ღუმელში. საერთო ჯამში დაახლოებით 50 წუთამდე დასჭირდა ჩემთან. ზაშტრუდელი ოდნავ რომ შეგრილდა, მოვაყარე შაქრის პუდრი და მზად არის უთხელესი და ძალიან ნაზი ხრაშუნა ფენების შიგნით არომატული გამომცხვარი ვაშლი. ეს არის მსუბუქი მომჟაო დესერტი, რომელიც ძალიან გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივი. მთელი გულით გირჩევ მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.